ამღვრეული დრო იდგა. მორყეული გერბის ორთავიანი პროფილი თითქოს იმპერიის მრავალფეროვან ქვეშემდომებს ანიშნებდა. გინდიქით გაიქეცი, გინდა აქეთ. ისეთი რამე მოვიდა შენი საშველი მაინც არ იქნებაო. ტახტშერყეულმა და ნარკომანი ქმრის ამარა დარჩენილმა ლიტველმა პრინცესა ზოიამ მაშინვე დააფასა ულვაშებ დაწყებილი მომხიბვლელი ქართველი აზნაურის მიერ შეთავაზებული გულიც, ხარიც და დიდი რუსეთიდან პატარა სტუმართ მოყვარე თბილისში წამოვა. ვიქტორ ცირგილაძემ პრინცესა ზოიასთან ერთად ხელს ისე ყოველი შემთხვევისათვის მისი სასახლის კარის ნარჩენები, გადია ქალი ბონა და ყმაგლეხი ბანია მელნიკოვიც წამოაყოლა. ამ ახალმა და უცნაურმა ოჯახმა ბინა პლეხანოვზე, კინოთეატრის შენობაში, მისივე ამშენებელი გერმანელისაგან შეიძინა. ცოტა ხანში ვიქტორ ცირგილაძე ახალი თავგადასავლების საძიებლად უკვე განახლებული იმპერიის დედაქალაქს გაეშურა და მოსკოვიდან ოჯახს კიდევ ერთი წევრი, წარმოშობით ჩუქჩა, ვინმე კიმი შეემატა. მერე მთელი ეს ინტერნაციონალი მოსავლელად თავის დასს ჩააბარა. თავად მოსკოვში დაბრუნდა და კარგი კარიერაც გაიკეთა. არც მეტი, არც ნაკლები მოსფილმის დირექტორი გახდა. სწორედ ასეთ არაჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა ვიქტორის დის შვილიშვილი, სრულიად ჩვეულებრივი ბიჭი ლევანი. ბებიას ოჯახის თავს, რომელიც ამოდენა სამწყოს უძღვებოდა, ბუნებრივია პირველ ხმა შვილიშვილის აღზრდაში ვერავინ ჩამოართმევდა. ტირანიის ქვეშ ვიზრდებოდი. ბებია ჩემის გამო, რომელზედაც მოგახსენეთ, ეს იყო ვერა ცირგილაძე, ძალიან პატარა ქალი იყო. ფეხები არ წვდებოდა იმაზე სკამიდან იატაკის საკადა, მაგრამ იყო ძალიან მაგარი. დედა ყავდა ლორდ-კიფანიძის ხალი და ის ლორდ-კიფანიძეები ცოტა ის უცნაური ქალები არიან, ისეთი ძალიან ძლიერები და რაღაცნაირად მისტიურები. ყოველ შემთხვევაში ბებია ჩემი მეუბნებოდა, რომ დედა ჩემის შვილი ვარ მეუბნე და იყო ძალიან მკაცრი. ანუ მე ვერ დავდიოდი ეზოში ისე თამამად. მახსოვს აი ფასანაურში ჩავდიოდით, ბავშვები თამაშობდნენ, მე მოკლე შარვალში არ მქონდა უფლება გასწუკი გასწუზე კი რაღაც ბროშკა და ასე შემდეგ, ეს დავდიოდით, გლეხის ბავშვებს არ დაემგვანოსო, შენო ძალიან განვისწრდი ამ ამბავს. ძლიერი ქალი გახლდათ ვერა ცირგილაძე, კომუნისტებისაც კი არ ეშინოდა. თედრ გიორგი წოდებული ცნობილი მენშევიკის ვალერიან დვალიშვილის მეუღლე, თავადაც სულით ხორცამდე მენშევიკი, ქალბატონი ვერა, იგივე ფაცია, თავის დროზე იატაკქვეშა სამუშაოსაც არ უფრთხოდა. მერეც როცა მენშევიკების საქმეს დიდი ხნით დაესვა ჯვარი, თავის დამოკიდებულებას კომუნისტების მიმართ არაფრის დიდებით არ მალავდა. და მოკითხვაზე როგორ ბრძანდებითო, ამაყად და ჯიუტად პასუხობდა. კომუნისტების ხელში როგორ ვიქნებიო. მერე ბებია ჩემს როდესაც ჰქონდა სკლეროზი დაეწყო, ესეთ უცნაური სკლეროზი სახე მიიღო, გადაწყვიტა რომ ვართ პარიზში, ემიგრაციაში. და ბოლო 5 წელი გავატარეთ პრინციპში პარიზში. ასე აღიქვამდა ეს. მე ვიყავი მისი ძმა, ჭაკუ და დედა ჩემი და მამა ჩემი გაურკვეველი იყო, მაგრამ იყო ესე ვიყავით და ელოდა როდის დაბრუნდებით საქართველოში და სულ მე თბილისში რომ დაბრუნდები, იქ გაჩვენებს ეირ, იქ გაჭმევ შაქარს შენო, შენ განახებს ეირსო. აქ ემიგრაციაში დამიბრიყო ახლა თორე იქო. მახსოვს ერთხელ მოვედი რაღაც დროშა ვიპო, ჯერ საბჭოთა კავშირი იყო, ეროვნულ დროშაზე არც არსებობდა, არც ვიცოდით არაფერი. რაღაც დროშა ვიპო პარადის შემდეგ 1 მაისის რა. ნუ ცოტა ნასვა მიყავი, სტუდენტი ვიყავი და მოვედი დროშით ღამე. და ფაცია უძახოდით ბებია ჩემს, გამიღო კარი, ფაცია მეუთხარი, მორჩა. გაიქცენ ბოლშევიკები და გავიმარჯვეთ მენშევიკებმა. ხო იყო ასეთ მძიმე იმაში სკლეროში, მიუხედავად ამისა შემომხედა დადები მაგ დროშა. რატომ არ არიან მაგენი მასე ადვილად გამქცევები. ეს მაინც ქონდა. ეს ჩემი მიუხედავად ამისა 1-2 დღის მერე ჩემი მეგობრები მოვიდნენ რაღაც ბიჭები და რაღაც მივდიოდი და არ გაიხადეს ტანზე. დამიძახა იქიდან. ესენი ორგანიზაციიდან არიანო. კი თქო მე დაურიგე თითო კატლეტ და წათის. ეთქო მიჩეული იყო რომ უნდა მშივრები იყვნენ ალბათ ორგანიზაციის წევრები. ვერა ცირგილაძის ქალიშვილი გერმანული ენის სპეციალისტი თინათინის საკმაოდ გვიან გათხოვდა. მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავდა ვაჟი.
გურიდან ჩამოსულ მარლენ წულაძეს გარდა მეტსახელისა ჭოლა, გურული ბევრი არაფერი დაყვა. მეტისმეტად პატიოსანი და წესიერი ინჟინერი გახლდათ. მეორე ქორწინება იღბლიანი და საოცრად ჰარმონიული გამოდგა. მათი ოჯახური ცხოვრება გაწელილი და მშვიდი თანმიმდევრულობით ვითარდებოდა. გვიანი შვილი, უმცროსი ჭოლა 24 სკოლაში შეიყვანეს. მასწავლებლებს მე ეს უყვარდი, იმიტომ რომ მას ვიყავი. ჟული კი ვიყავი. რაღაც ხუმრობდი რაღაცებს და მეპატიებოდა ხოლმე მეტად ვიდრე სხვებს რაღაცები. დავდიოდი უამრავ შატალოზე და დასაწყისში მარტოც კი უკვე სპორტი იყო ესეთი, აუცილებლად უნდა წავსულიყავი დღეში ერთი გაკვეთილი მაინც უნდა გამეცდინა. სკოლის დამთავრების შემდეგ კარგ მოსწავლეს დიდი არჩევანი ჰქონდა. თუნდაც გერმანულიც მშვენივრად იცოდა და სხვა საგნებიც. ალბათ ამიტომაც ყველაზე რთული გზა აირჩია. სარეჟისორო ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრესტიჟული ჯილდო იყო ამბიციური აბიტურიენტისათვის. დაუწერელი კანონებით სარეჟისორო ფაკულტეტზე პირდაპირ სკოლის მერხიდან არ აბარებდნენ და ამიტომ ჭოლამ ჯერ სამსახიობოზე სცადა ბედი და საკმაოდ იღბლიანადაც. მისი არტისტიზმი დააფასეს. იგი გიზო ჟორდანიას ჯგუფში, მერაბ ნინიძესთან, ნანუკა ხუსკივაძესთან, ნანა შონიასთან, მაია ფაჩუაშვილთან, გოჩა კაპანაძესთან ერთად მოხვდა. ეს იყო ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით ქართულ თეატრში ახალი სიცოცხლე მიიტანა. საერთოდ მე ვთვლი რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. პედაგოგების თვალსაზრისით განსაკუთრებით. ბატონმა გიზომაც უამრავი რამე მასწავლა არაჩვეულებრივი თეატრის ისეთი მხარე დაგვანახა ყველას ცოცხალი არადამთრგუნელი როდესაც თეატრი მოაქვს სიხარული შენთვისაც და სხვისთვისაც როდესაც ეს გიხარი ამის კეთება როდესაც არ არის ტანჯველი შრომა აი ეს ბატონ გიზო ესე თეატრს აკეთებს თვითონ ძალიან დიდი იყო ცდუნება არტისტული ნიჭით დაჯილდოვებული სტუდენტისათვის რომ გზიდან გადაეხვია სულ სხვა აპლოდისმენტები როცა თავად გახარ სცენაზე სულ სხვა როცა უშუალოდ დაცოცხლებ ამა თუ იმ პერსონაჟს იმასაც მიხვდა რომ სპექტაკლი რეჟისორს მხოლოდ გენერალურ რეპეტიციამდე ეკუთვნის მერე პროცესი მთლიანად რამპის შუქით გაჩირაღდნებული არტისტისაა იყო მეორე სირთულეც თეატრალურ წრეში გაბატონებული აზრი რომ მსახიობი მით უფრო ნიჭიერი საკუთარ ტყავში უნდა დაეტიოს და რეჟისორობას არ უნდა შეეპოტინოს არც ისე ადვილია ყველაფერი ამის თუნდაც საკუთარ თავში დაძლევა მით უმეტეს თუ ეს დახურული საზოგადოება თეატრალები სულ 2 დღის წინ გაიხსნა შენთვის და დაიწყო მეორე ნაწილი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული იმდენად რამდენადაც ისე მეორე ალმაცერად უყურებდა ყველა ჩემს გადასვლას სარეჟისოროზე რექტორიც კი ქალბატონი ეთერ გუგუშვილი სულ მეჩხუბებოდა თუ დურაკ კუდათ რაღაცა და ამიტომ ორჯერ უფრო სამჯერ უფრო მეც მუშაობდი ვიდრე სხვები რომ დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის პირველ რიგში და ყველასთვის რომ მე არ ვიმატრაბაზე არამედ რომ ეს სერიოზული გადაწყვეტილება იყო ჩემი და ვერა ცირგილაძის შვილიშვილმა ეს გამოწვევაც სიხარულით მიიღო და სარეჟისოროზე მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ჩააბარა ბატონმა მიშამ თავარი ჩემი აზრით ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანი აბსოლუტურად უნიკალური მოვლენა ქართულ თეატრში რომელმაც ჩემი აზრით კოტე მარჯანიშვილის შემდეგ და ნუ შეიძლება ვალერიან გუნიას ქონდა რაღაცა მცდელობა მანამდე რაღაცა თეორია შეექმნა პროფესიის და ბატონმა მიშამ შექმნა რეალურად შექმნა სწავლება რეჟისურის ქართული თეატრის ასეთი პროფესიული სახელმძღვანელო ანუ რამოდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ ერთი წიგნი, მაგრამ იმითი შეგიძლია უამრავი რამეა იმ წიგნში და შეგიძლია მარტო იმ წიგნით ისწავლოს შენი პროფესია. ბატონ მიშასაც მე როგორც მეჩვენება მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან კარგი. მე არ ვიყავ ესეთი სტუდენტი, რომელიც აი სახში დადიოდა ჩაებს, ესეთი ფამილიარული ის არ ვიყავი. შეიძლება იმიტომ რომ გავლილი მქონდა რაღაცა სხვა მხარიდან მოსული ვიყავი.
მაგრამ ძალიან გძნობდი ძალიან დიდ სითბოს ამ ადამიანისგან და ზრუნვას. ისევე როგორც სამსახიობო ფაკულტეტზე ჭოლას აქაც გაუმართლა. ჯგუფელები იმავდროულად თანამოაზრეებიც იყვნენ. ჯგუფს მალე მისი ძველი მეგობრები ჯარიდან ახლად დაბრუნებული ლევან ბერიკაშვილი, ბესო ბარათაშვილი, ზაზა ბობუაძე შეემატნენ. თუმანიშვილის სტუდენტები ძალიან ბევრს მუშაობდნენ. თამაშობდნენ ერთმანეთის სპექტაკლებში, ხატავდნენ დეკორაციებს, მუშაობდნენ გამნათებლებად. რევოლუციის მრგვარი თარიღი ახლოვდებოდა. ჯგუფის წინა სადიპლომო წარმოდგენის განხორციელება მიხეილ თუმანიშვილმა ლევან წულაძეს მიანდო. იატაკქვეშა მენშევიკების შთამომავალმა სპექტაკლისათვის სოციალ-დემოკრატი ჭოლა ლომთათიძის თამამი ნაწარმოები აირჩია. მისი ინსცენირებაც თავად დაწერა. დაიწყო ერთ-ერთი პირველი ჯადოსნური პროცესი რეჟისორის ცხოვრებაში, მისი რეპეტიციები. მე არ დამავიწყდა, როცა გამიკეთეს დეკორაცია. გააკეთეს დეკორაცია ჩემთვის. ხამე დავრჩი საინსტიტუტში დავდიოდი ამ დეკორაციას. ეფერებოდი. ვერ წარმოვიდგინოთ, ჩემს ამდენი ხეტყე რაღაცა დაიხარჯა, ამდენი შრომა და ძალიან მომაყობდი ამით. შეიძლება ითქვას, რომ გადარეული ვიყავი, ცოტა ვაფრენდი ამ თემაზე. ეს გადარეულობა ეხაც დამრჩა. სარეჟისორო ფაკულტეტი რომ დაასრულა, არავისათვის აღარ სჭირდებოდა იმის მტკიცება, რომ მისი პროფესიული არჩევანი უბრალო არტისტული ახირება არ გახლდათ. მის მომავალზე ქართულ თეატრალურ სამყაროში სერიოზულად ბჭობდნენ. მას ერთდროულად ძალიან ბევრი საქმე შესთავაზეს. ისიც თითქმის ყველაფერს დათანხმდა. დარჩა ინსტიტუტში კათედრაზეც, თანამშრომლობდა კინომსახიობთა თეატრთანაც და მიშა თუმანიშვილის რჩევით დაიწყო მუშაობა რუსულ მოზარდ-მაყურებელთა თეატრშიც. თეატრში სადაც უკვე მოღვაწეობდნენ ვატო კახიძე და გია კიტია და რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო ნიკა ჯანდიერი. ეს თეატრი მთელი თავგადასავალი იყო დებიუტანტისთვის. საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოსული არტისტები თითქოს შუა საუკუნეების მოხეტიალე დასის პირდაპირი მემკვიდრეები იყვნენ. ეს იყო ხალხი ჩამოსული სხვადასხვა კუთხეებიდან ამ იმ უზარმაზარ იმპერიის და ამიტომ ძალიან ერთად იყვნენ ყველა, ერთი ოჯახი იყო. ესეც იყო, ყველა ერთმანეთის სოლქმრები იყვნენ ყველა. რაღაც პერიოდი ვიღაცა სოლი იყო აუცილებლად. მე გაშვიდებ მეორეს მოყვა, ერთი ასე იხარშებოდნენ ერთმანეთს. მე დღემდე დიდი ხანი ვერ გავარკვევ ვინ ვისი სოლია და ნაცოლარი და ასე შემდეგ და მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ხალხი, ძალიან აი ნამდვილი ესეთი განდობილები თეატრით. გარდა მეტი არც არაფერი არ ქონდათ. ამის გარდა მათ არაფერი არ ქონდათ ამ სამყარო უცხოები იყვნენ დანარჩენ სამყაროსთვის და ამიტომ მთელი ცხოვრება თეატრი აირია იქ ერთმანეთში. ნიკა ჯანდიერი ექსპერიმენტების მომხრე სამხატვრო ხელმძღვანელი გახდათ. მაგალითად ერთხელ დაიბარა ლევან წულაძე და გოგი მარგველაშვილი და უთხრა: აი ეს არის დეკორაცია სპექტაკლისა, რომელიც მავანმა და მავანმა რეჟისორმა ვერ დაასრულა. თქვენი იყოს და რაც გინდათ ის უყავით, ოღონდ ბოლოს სპექტაკლი ჩამაბარეთო. და მე და გოგი შევესიეთ ამ სპექტაკლს, უფრო მეტად გოგი. მე უბრალოდ ვიჯექი და ვიცინოდი, უსმენდი და გავაკეთეთ ფანტასმაგორია. ძალიან ისეთი პიესა იყო. ძველი ისეთი სოციალიზმის ისეთი ცუდ პოლონური რაღაცა მოკლედ მოსაწყენი. და ჩვენ იქიდან გავაკეთეთ აბსოლუტური ფანტასმაგორია. ყავდა ვიღაც რევოლუციონერები შევიყვანეთ, ტერორისტები, რომელიც არ იყო პიესაში, ისეთ ოჯახური დრამა იყო. გერმანელი ოფიცრები რაღაც უბედურება და ინგრეოდა მთელი სცენა, მთელი დასი დავაკავეთ. ესეთ ხულიგნობა იყო. ეს იმიტომ რომ აი რო ვიცოდით რომ პრინციპში მაინც გადასაგდები იყო ეს ყველაფერი და იქნებ რამ კარგი დრო გავატაროთ და ეს ჩემი აზრით იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი. ბატონ ნიკა ჯანდიეს გული გავსკდა მართალი პლაგონზე, მაგრამ მე ნუ რაღაცა დავალაგე და იყო ეს სპექტაკლი ცოცხლობდა ძალიან სასაცილო სპექტაკლი გამოვიდა. ყოველგვარი სიახლე რეჟისორს ძალიან აინტერესებდა და იზიდავდა. ამიტომ სიხარულით დათანხმდა რობერტ სტურუას ახალ შემოთავაზებასაც. მით უფრო რომ ეს ახალი წინადადება ლეგენდარულ რუსთაველის თეატრში მუშაობას ითვალისწინებდა. ლევან წულაძისა და მერაბ სურმავას ერთობლივი ნამუშევარი სისხლიანი ქორწილი
საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი გამოდგა. სისხლიან ქორწილს მოყვა დიკენსის საშობაო ზღაპარი, რომელიც მან ოთარ ეგაძესთან ერთად განახორციელა. ახალგაზრდა რეჟისორები ერთად ქმნიდნენ ახალ თეატრს. მათ ბევრი რამ განასხვავებდათ, მაგრამ აერთიანებდათ მთავარი. სურვილი მოეხდინათ გადატრიალება ქართულ სცენაზე. ლევან წულაძის პირველი სრულიად დამოუკიდებელი და ნამდვილად საავტორო ნამუშევარი იყო ჩეპეკის დედა, რომელშიც მთავარი როლი ქალბატონ ლია კაპანაძეს უნდა შეასრულებინა. სპექტაკლის მხატვარმა გიგლა ლაპიაშვილმა საკმაოდ შთამბეჭდავი დეკორაცია შექმნა. ესეთი დიდი პანორამა დახატა. პრაღა უნდა ყოფილიყო, ჩეხური პიესა იყო. და პრაღის ხედი მთელი თავის კოშკებით, ფანჯრებით, ფანჯრაში გამოყოფილი თავები და ასე შემდეგ. დახატა და შოთიკო შემოვიდა გლურჯიძე და ბიჭო რა არის იქ ცოტა ახლოს არისო და იქნება თეთრი იმით ცოტა გადაუსვაო რა ესე ცოტა ნის თითქოს ნისშიაო და კარგიო გიგა წავიდა დასასვენად დაღლილი იყო მთელი ღამე იმუშავა მე გავაკეთებ მეუთხარი კაცო რა იყო ერთ საათში მოbrunდა და დახვდა თეთრი ზარნი წავშალე მთელი ეს პრაღათ არის კონგურები ოდნავ რაღაცა სილუეს რაღაც ჩანდა რომ ოდნავ აქ რაღაცა ეხატა ადრე მაგრამ გიგამ ეს მაპატია ეს ამბავი და ეხლაც ბოდის ვთხოვ მას ლევან წულაძის ცხოვრებაში მოვიდა ის ასაკი, როდესაც მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა. დარჩებოდა ვინმეს მფარველობის ქვეშ დაიწყებდა რაიმე ახალ საქმიანობას, თუ ქარის წისქვილებთან გააბამდა ბრძოლას. მაშინ მიშა თუმანიშვილის თანაშემწეს ყოფილმა პედაგოგმა, გიზო ჟორდანიამ შესთავაზა თავისი ორად გაყოფილი ჯგუფის ერთი ნაწილი პირადად აეყვანა. როგორ კარგადაც არ უნდა გრძნობდე თავს ყველგან, შინ ვერ იქნები. მან გადაწყვეტილება მიიღო. და ვიფიქრე მაინც ეხლა ბატონი მეშეს გაუხარდება ალბათ რომ აი რაღაცა მაინც არც არ ვაკეთებდი და ვთხოვე გოგიას მარგველაში წამყევი რომ უთხრათ ეხლა მიშას ეს რაღაცნაირად დამეხმარეთ შევედით და დაამთხევა ბატონი მიშა და აი რა კარგია რომ მოხვედით ეხლა ეს ისო წელსო უნდა ჭოლა ძალიან დავტვირთოთო ჩვენო. შენ უნდა გააკეთო ამ ჯგუფთანო რაღაცა სპექტაკლი, მოლიერი რაღაცა და შენ იქნები ახლა სამსახური შენ მანდამაინც იმ წუთას მითხრა რომ ეხლა შენ უნდა იმუშაო ბევრი. მე მოუჭირე გოგიას ხელი მიშველეთ გოგი რა თქმა უნდა ჩვეული დიპლომატი ბატონო მიხეილ რა შესაქმნო ნენა შეაპარო იცითო რომ უნდაო გადასვლაო უნდაო თუ გადაწყვეტილი აქო ბატონო მიშა გადაწყვეტილი აქო და ის შემცვა იმიტომ რომ დავინახე წენა ადამიანის თვალებში ის კი არა რომ იმის გამო კი არა რომ რაღაც ეწყინა რომ არამედ რაღაცა გული დაწყდა რომ და მივხვდი რომ ეხლა რაღაცა მნიშვნელოვანი წყდება ჩემ ცხოვრებაში და მე ყოველთვის ვიქნები დავრჩები რაღაცნაირ მოღალატეთ ამ ამბავში და კარგი ბატონო ვაშები მას ხო დაივარცხნა კი ბატონო კარგი როგორ არა გილოცავთ მადლობა მე ვთქვი და ვეღარ გავჩერდი გაგზელდა რაღაც საუბარმა მე გავიქეცი მახსოვს ბარნოვის ქუჩაზე გამოვარდი გავიქეცი აღელვებისგან არ ვიცოდი სწორს ვაკეთებდი თუ არა მაგრამ საბოლოოდ ალბათ სწორს ვაკეთებდი იმიტომ რომ საბოლოოდ ყველა როგორც შვილს რაღაც მომენტში წავიდეს სახლიდან ხო თავის გზა უნდა ნახოს ისევე დამოუკიდებელი გზა უნდა მოძებნოს ყველამ და ეს ძალიან მტკივნეულია მაგრამ გამოვიდა ჩემი ცხოვრება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ამაში სანამ ლევან წულაძე საქართველოში ასე ვთქვათ ახალი ექსპერიმენტალური თეატრის ერთ-ერთ შემქმნელად იქცევა სანამ მას მთელი ქვეყანა გაიცნობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები უნდა იპოვოს ქალი რომელთანაც მთელი ცხოვრება დარჩება ბანალურია რომ რეჟისორის სატრფო მსახიობი გახდა თუმცა ისტორია როგორ მოხდა ეს სრულიად ორიგინალური იყო მე და ზურიკო შარია მივდიოდით ქუჩაში ქონდა რაღაცა ცოტა ფული და ვეძებდით მიზეს ალკოგოლური ღრუბლის შემოსაცურებლად უცებ შეხვდა მანანა და მისი მეგობარი მაიკო ჟორჟოლიანი მის ჯგუფელი
და ზურე კოშარი უმცროსი იყო ჩემზე უფრო იცნობდა მე უფროსი ვიყავი მერიდებოდა წავედეთ რა რაღაც გიქეიფო წავედეთ მესამე დღეს ჩვენი ურთიერთობისა გადაწყვიტეთ შეგვექმნა ოჯახი ყველაზე საინტერესო პროცესი მათთვის ქორწინების შემდეგ დაიწყო შვენიერი უცნობის გაცნობის ექსპერიმენტი ველოსიპედის გამოგონება არ დაუწყია სადაც ახალი ოჯახია, იქ რემონტი უნდა გაკეთდეს. მით უფრო თუ ახალგაზრდა მეუღლე ფეხმძიმედაა. მოცემულ ამოცანას საჭირო ფორმა იოლად მოუწებნე. მე წარმომედგინეს, რომ აი ორსული მანანა, ეხა დავიწყებ რემონტს თქო, რომ გავახარო მანანა თქო. ესე გადავწყვიტე. მე წარმომედგინე, რომ მანანა გაზეთის ესეთ სამკუთხედი ქუდით, ჩოთკით ხელში, კიბეზე დგას, დიდი მუცელი და ღებავს ჩემთან ერთად და ეს მე მეგონა, აი ალბათ ესე არის ორსულობა. და გავიგეთ თუ არა, მანას აღმოაჩნდა რთული რაღაც ორსულობა, უნდა ვიწვეო, გაგახარიშანა ღმერთმა, მე ვთქვა, გავიღე კუა და დავარწმუნე და დავანგრიე ეგრევე და ბუღი დადგა, 3 დღე ვერ გავიყვანეთ ეს ბუღი. როცა გაიფანტა ეს ბუღი, მანანაც მივხვდი რომ აღარ იყო სახლში, იყო დედამისთან განასული. მითხრა რომ დაამთავრებ, მაშინ გადმოვალო. რემონტი სასწრაფოდ უნდა დასრულებულიყო. თუ რეალურად არა, ინსცენირების დონეზე მაინც რომ მეუღლის შინდაბრუნება შემდგარიყო. მეგობრების დახმარებით შეიქმნა იდეალური ოჯახის დეკორაცია. მაგრამ სანამ ჰეპი ენდი დადგებოდა, მოხდა სრულად გაუთვალისწინებელი რამ. წამოვიდა წვიმა და მივხვდი რომ აი წამოვიდა წვიმა, ხო არის სახლში ჩამოვა რაღაც ადგილები. აი მთლიანად წამოვიდა დრახა გვარტკაფი დაგვესე ყველა მხრიდან მოდიოდა. და ცოტათი გადავდეთ ეს, მაგრამ მაინც ცხოვრობდით დაახლოებით ეს ცოტა გავარემოდეთ. წყალი მოდიოდა ეს გვეძინა ტაშტი მეჭირა ხან მე ხელში, ხან მანას აწვეთებდა თვალში, ხან რაღაცას და მაგრამ მაინც მე მგონი ბედნიერები ვიყავით. და ეხა ეს პერიოდია, როდესაც გათბობა არ არის, თბილისში შუქი არ არის არაფერი და ვათბობდი ამ პატარა სხვენს იმითი შეშის პეჩით. და ძალიან მეშინოდა ეს ორსულობის არაფერი არ ვიცოდი ამის შესახებ. და მანანა იყო პროფესორი ამ მისი. ბები აყავდა გინეკოლოგი არაჩვეულებრივი ქალი, ვიცოდა ყველაფერი, აუღელებლად იყო. მე კიდევ ნერვიულობდი, ვფიქრობდი, ეხლა უცებ დაეწყოს ესა რა ქვია. მშობერობა მე რა გავაკეთო, შუქი არ არის, მანქანა რომ ვერ ვიშონო, რა ქნა. და ერთხელ მახსოვს მანამ თქვა, ვაიმე მე მგონი რაღაცა ესო. მე-7 თვეზე იყო ჯერ. და ვაიმე ვიფიქრე, ეხლა დაიწყო 7 თვიანი რაღაცა. და მანაც არ მინდა რომ ვაგზნობინო ეხლა. და მე ვემზადები იმისთვის, როდებისთვის. ჩემთვის მაინც გადაწყვიტე, რომ მანქანა ხო შეიძლება ვერ ვიშო ღამეა. არ იყო მაშინ არაფერი. გადავაცხე ჯერ ავანთე ეს ბუხარო დაცხე კიდაღა მოკტა. მე მგონი მართლა კიდაღა გაშთა ეს ბავშვი სიცხისგან. მე ვედრო დავდე რომ ცხელი წყალი ეს კინოში მაქნა. მე გადაწყვიტე რომ მაკრატელი დამჭირდება ალბათ რომ ჭიპლარი გადავჭრა თქო. ამოვიტანე მაკრატელი. მე მივხვდი რომ დეზინფექცია უნდა მაკრატელს. დავდი ამ იმაზე რა ქვია. ფეჩზე რომ გამოიწვას ვიფიქრე. ამას პლასმასი დაიწვა, დადგა სუნი. მაგრამ მე აღარ გადამიარა. არა, შენ უნერულობ, მე აგერ ვარ კაცო. ზიონ რაც ვარ რომ რამე რო იყოს გადავჭრდი იმ ჭიპლას და გადამარჩინა ბედმა და მაშინ არ გაშთა დინათი. 97 წელს დედაქალაქში პატარ-პატარა სიახლეებთან ერთად, რომელიც ძლივს მოსულ ნორმალურ ცხოვრებას ახლავს, გაჩნდა სიახლე. ვიღაც ახალგაზრდა რეჟისორები აპირებდნენ თეატრის გახსნას სარდაფში. ასეთი რამ ჯერ არ სმენია ქართულ მაყურებელს. მე მახსოვს ჯერ კიდევ სარდაფამდე მე და სვირავა მერაბი, ჩემი მეგობარი, დავძრებოდით მთელი თბილისის პაბლები ვიცოდით ზეპირად. მაგრამ არავინ არ რა თქმა უნდა ეს პერესტროიკის დროს. და ჩვენ პარალელურად ყველა რეჟისორი ესა იგივეს აკეთებდა, ყველა ეძებდა რაღაცა სივრცეს, რომ იქ რაღაცა გაკეთებულიყო ცალკე. არა მხოლოდ იმიტომ რომ საგანგავს გამოგვაგდეს ან მას გრძნობდით ტანჯვასა და მას ძალიან კარგი პირობები ქონდა სადაც ვიყავით.
ხო, არაჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა ქონდა რობიკოსთანაც, ვინც აი მე ოთარს მაგრამ რაღაცა იყო სურვილი, გრძნობდით რომ ეს უნდა გაკეთდეს, ჩვენთვის თუ სხვისთვის ეს უნდა დაიბადოს. და აი შემთხვევით მოხდა რომ აი ავტოს შევხვდით ვარსიმაშას რომელსაც თქვა რომ მე ვიცი ესეთი მაქო რაღაცა ესეთი ისო და ამოდიოდა არც გვეგონა რომ რა გამოვიდა და არ ვიცოდით მაგრამ გამოვიდა რაღაცა თეატრალური სარდაფი ოფიციალურად 1997 წლის 31 მარტს გაიხსნა. მას სათავეში რეჟისორები ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე, გოგი მარგველაშვილი, ხატვარი შოთა გლურჯიძე, კინოპროდიუსერი გოგი ხარაბაძე და მათი თანამოაზრეები ედგნენ. შეიქმნა თავისუფალი შემოქმედებითი სივრცე, სადაც სპექტაკლის დადგმა შეეძლო ყველა პროფესიონალ რეჟისორს. რეპერტუარს კი ძირითადად ლევან წულაძისა და ოთარ ეგაძის სპექტაკლები ქმნიდნენ. ქართველებმა ეს ახალი ამბავი ჩვეული იუმორითა და ენთუზიაზმით მიიღეს. აქა-იქ სკეპტიკოსებიც გირქილებდნენ და სადმიძვრებიან რა უნდათ, რატომ ვერ ეტევიან. იყვნენ ისეთებიც, ვისაც გაუჭირდათ თავიდან მათი ინიციატივის გაგება. ყველანი მუშაობდნენ საუკეთესო თეატრებში. ბედის უკმაყოფილონი თითქოს არ უნდა ყოფილიყვნენ. არც თავად ავტორები ელოდნენ დიდ გამორჩენას ამ ამბიდან. თვლიდნენ, რომ მაყურებელი რამოდენიმე წელი არ ეყოლებოდათ. რაიმე ფინანსურ ინტერესზე ხომ სრულიად ზედმეტი იყო ლაპარაკი. მაგრამ შესაძლოა მათი წარმატების მიზეზიც ის იყო, რომ როგორც მერე თავად ლევან წულაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, სარდაფში ბოღმის გამო არ ჩამძრალან. დიდი და ეგრეთ წოდებული აკადემიური სცენიდან რაღაცა ახალის და საკუთარი შექმნის სურვილმა გამოიყვანა. გაუკვალავზე კვალი უკეთ რჩება. სარდაფი იყო ცალკე რესპუბლიკა, სადაც განსაკუთრებული ცხოვრება დუღდა. ძალიან ბევრი შრომა იყო იქ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტკივილს გვაყენებდა ბევრი ადამიანი. არ იღებდნენ ამ სარდაფში რა, იქ ლოთები არიან ალბათ, გულისხმობდნენ, იქ ძირითადად ლოთობდით და მე როგორ შეიძლება ერთ თვეში გამოდის სპექტაკლი სამ კვირაში რა ეს ამას არავინ არ კითხულობდა, ეს 3 კვირა არ იყო 3 კვირა, ეს იყო 23 კვირა, იმიტომ რომ ეს იყო გადაბმული 24 საათიანი რეპეტიციები. ერთის მხრივ იყო არანორმალური სიყვარული მაყურებლის, იმიტომ რომ ჩვენ არ ველოდით ამ სიყვარულს. ეს ჩვენ გვეგონა რომ 4-5 წლის შემდეგ შეიძლება ჩვენი მაყურებელი გაგვეჩინა, ესე გეგმავდით. მაგრამ მოხდა პირიქით, მოხდა პირველივე სპექტაკლებზე მოვიდა მაყურებელი და რომ ნახა ალბათ შეგერთი რომ ძალიან გვიჭირდა და ინგრეოდა კედლები, კიბე არა ქონდა საფეხურები, ვახტუნავდით მაყურებელს. თუ ცოტა ხანში შესული მოვიდექით იქა შემოსასვლელში და მომბრძანეთ ქალბატონო, ჰოპ, გამოვახტუნებდით, მე გასვლით, ჰოპ, ავახტუნებდით. არა ქონდა, ჩაქუჩიც კი არა ქონდა, ისე დავიწყეთ რემონტი. და ნუ არა ქონდა, ნენა გაკეთდა რაღაცები. ეტყობა რომ ხედავდა ამას ხალხი ვაიმე ეს უბედურები და ვეცოდებოდით და ამიტომ ნუ რაღაცა გვეხმარა სოლიდარობას გვიცხადებდნენ. იყო გააგრეთე მეორე ნაწილიც რაღაც ესეთი რომელიც აი არ იღებდა ამას. თეატრის დაარსებიდან დაახლოებით 60 წელიწადში რეპერტუარი საკმაოდ გაიზარდა. სამგროშიანი ოპერა, ორთა ბოდვა, ბლეზი, მარიო და ჯადოქარი. საოცარი პოპულარობით სარგებლობდა ეს სპექტაკლები თბილისელ მაყურებელთა შორის. 1997 წლიდან დღემდე თეატრმა 50 პრემიერა წარმოადგინა. ორშაბათობით თეატრის სცენასა და ფოიეში იმართებოდა ახალგაზრდა დრამატურგების პიესების კითხვა, ახალი წიგნების პრეზენტაციები, გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, მხატვრებთან. სარდაფის თეატრში ლევან წულაძის რეჟისორობით 10-მდე სპექტაკლი დაიდგა, მათ შორის ფაუსტი, etc. ცხვირი. თომას მასაკესეთ ნოველა ტონი კრეგერი, სადაც ის წერს რომ იქ მწერლებზეა. მწერალს დაღი ადევსო. ქუჩაშიც შეხედო მწერალი რომ მიხვდები რომ იმას რაღაც უბედურების დაღი ადევს. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მას აქვს დიდი
პირად რაღაცა სიხარულები ძალიან პატარა, მაგრამ აქვს. რეჟისორის ისე როგორც ფილოსოფოს ხო ის რეჟისორი უყურებს სამყაროს. მას რეჟისორი ვერ შეხედავს სამყაროს ისე როგორც დანარჩენები. დანარჩენებს შეუძლიათ შეხედონ პირდაპირ, ადეკვატურად. ხო, აი ეწყინოს რაღაცა, გავარდეს ბარიკადაზე, მოახდინოს რევოლუცია, გაიმარჯვოს, დამარცხდეს, ასე შემდეგ. რეჟისორი უნდა ფიქრობდეს ყველაფერზე. აი იმაზეც და იმაზეც, რომ ვინც არ ავარდა ბარიკადაზე. ანუ ჩვენ ჭრეტელური პროფესია გვაქვს. ანუ ჩვენ სულ ანალიზში უნდა იყო. შენ პირად ამბებსაც კი, რომელიც გემართება ცუდიც, საშინელებაც, ხო, დავუშვათ მეგობრის დაკარგვა, ან რაღაცა შენ შიგნით არის მეორე ეგოისტი რეჟისორი, შენ შიგნით ზის, რომელიც ამას ყველაფერს იმახსოვრებს, თითქოს გვერდიდან. და შენ გეკარგება შენი რეალური ემოციები უკან იწევს. შენ ვერტირი ხარ გულიანად, იმიტომ რომ ის მეორე იმახსოვრებს ყველაფერს. და შიგნით რაღაც უხარია კიდეც. ცოტა კრეხელური ამბებიც არის ამ პროფესიაში. ეჯიბრები თითქოს ვიღაცას შემოქმედს. მაგრამ ამან არ უნდა გაგიტაცოს ამ ამბავმა. 2006 წელს მაინც მოუწია ექსპერიმენტული სივრციდან კვლავ აკადემიურში გადასვლა. ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. ასე დამთავრდა ერთი დიდი ეტაპი ახალგაზრდა ჟულიკის შემოქმედის ცხოვრებაში და დაიწყო სოლიდური ჟულიკის აკადემიური მოღვაწეობა. ჭოლას საოჯახო გალერეა არასრული იქნებოდა კიდევ ერთი, ფრიად საინტერესო ექსპონატის გარეშე. მანანას მამამ, პედრო ზურიტას როლის შემსრულებელმა ლეგენდარულ საბჭოთა ფილმში „ადამიანი ამფიბია“ მიხეილ კოზაკოვმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის გარდა სახელი დიდი და ინტერნაციონალური ოჯახითაც გაითქვა. ძალიან უცნაური კაცია, წინააღმდეგობრივი, მაგრამ მე რაც ძალიან მხიბლავს, არის ფანატიკოსი, არანორმალური ფანატიკოსია თეატრის. გიჟია ნამდვილი. და ეს მე პირადად ვხვდი, რომ ამით ჩემი ათესავია. ამ ხრივ. ნამდვილი გადარეული არის თეატრის გარდა არაფერი არ აინტერესებს. გაწირავს შვილსაც, ცოლებსაც, ბევრს და შვილები გაწირული ყავს უამრავი არიან. ამდენი რაოდენობა ბავშვების მე არ მინახე არსად. იუბილე იყო მისი და მოსკოვში. და ჩავედ უამრავნი არიან ეს მანანა დადის მაცნობს ეს იმ ცოლისგან, ეს იმისგან, ეს შვილი, ეს ვერ მახსოვრებ ძალიან ბევრი არის. ბოლოში თქვა რომ აიხლაო ჩემო შვილებო, ჩემო შვილიშვილებო, мои внуки, дети, поднимите все на сцену და რო იშხულა ამ დარბაზმა ებრაელების გასვლა როა ეგვიპტიდან ესე გავიდნენ ყველა სცენაზე დავჭით მე და შირვინტი დარბაზში მარტო და ლალი მარუშკინა ის და ეკით მახსოვს. სამნ იმამეთ ვინი პადიმე მეთხე არა მე გარენათესავი ვარ თქო. სცენარისტი, კინოს და თეატრის რეჟისორი. მსახიობი მიხეილ კაზაკოვი 2008-ში თბილისში განსაკუთრებული მისიით ჩამოვიდა. მან მარჯანიშვილის თეატრში ჩეხოვის თოლია განახორციელა. ძალიან საინტერესო იყო აქ დადგა სპექტაკლი ჩვენთან ჩეხოვის ჩაიკა. ახალგაზრდა ცოლი 28 წლის რაღაცა ესეთი რუსი ენციკლოპედისტი მოვიდა დიდი მოურავე წაიკითხა მე არ წამიკითხია 4 ტომი ამ გოგომ რო შეესწავლა ქართული ისტორია და მიშა რომელიც მარტო ჩეხოვით სუნთქავდა და ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით. განსაკუთრებით საინტერესო იყო პირველი სამაგიდო როცა ხსნიდა რაღაცებს ანალიზს ვაკეთებდა ეს კი იმის შესახებ რუსული თეატრის რაღაც იმის შესახებ უცებ აქ დაიმსხვრა იმიტომ რომ ეს არის ძალიან უცნაურად ახსნა ეს პიესა ძალიან მარტივი პიესა არის გამარჯობა ძიასაში
ძალიან მარტივი პიესა და უცებ დაალაგა ადვილად, ადამიანურად. ყოველგვარი მისტიური ნიშნებისა და მეტაფორების გარეშე. ძალიან მარტივი პიესა არის სიყვარულზე, ადამიანებს უიღბლო სიყვარულზე, უამრავი სიყვარული და თეატრზე. ამას არც დავკვირვები ვარ მართლა. ჩაიკა ხო ეს პიესა თეატრზეა. ერთი მსახიობია, ორი დრამატურგია, მეორე მსახიობია, ვიღაცა ყოფილი მსახიობია. დორნი თეატრალია. თეატრზეა ჩვენ პროფესიაზეა ლაპარაკი. და მაშინ უცებ ეს გახდა ძალიან ადამიანური პიესა და ძალიან და ყველა შეყვარებულია. ესეც აბსოლუტურად ქართული მოვლენაა. ამ ხრივ შეიძლება ეს ჩეხოვისა და საქართველოს შორის კედელი შეიძლება ცოტა მოირყა. ამით რომ მივხვდით რომ არ უნდა დგა რაღაცა ესეთი უცნაური ხალხი ესენი ინაპლანეტიანელები რომლებიც ჩაისვამენ არყის ხეების იმაში და პროხორ როგორ ახარ ჩვენს შესახებ არის ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ. ლევან წულაძის რადიო თავისუფლებისათვის დაწერილი დღეურიდან. დღეს შაბათია, ჩემი თავისუფლების დღეურის ბოლო დღე. დილა, გასვლის წინ დედაჩემის ოთახში შევდივარ და ტრადიციულ შეკითხვებს ვისმენ. სად მიდიხარ? როდის მოხვალ? რატომ დაივიწყე ნათესავები? არ გცხვენია რას გავხარ გაბრუწგნული, გაუპარსავი? ბავშვი რატომ არ დაკავს ოპერაში? მამა ხარ შენ? კარგარეთლის ქუჩაში ისევ ჩემი ჯემალა მხდება და პასტერის კუთხემდე მაცილებს. მაღლა ჰაერში ვგრძნობ, როგორ დამტრიალებს თავს დედაჩემის ლოცვა, მიყურებს, მიღიმის და მეფერება. დავამატებთ იმას, რომ ჯემალა უბნის მაწანწალა ძაღლია, რომელსაც თავის დროზე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კაცურად გამოესარჩლა ძაღლებთან უთანასწორო ბრძოლისას. მას შემდეგ დაუწერელი თბილისური კანონებით ჯემალა და ჭოლა განუყრელი მეგობრები გახდნენ. სხვა რიტმში მაქვს ჯერ ჭკუა დარჩენილი და სხვა რიტმი აქვს. ამიტომ ოპტიმისტური აქა და სინამდვილეში რიტმი სხვა. მე სულ მგონია რომ დავიწყე პიესას, ეხლა ერთ თვენახევარში აუცილებლად გამოუშვებ. აბა რატომ არ უნდა გამოუშვა? მე უცებ და ყველას პირდები რომ თქვენ პიესას დავიწყებ ერთ თვეში. ეხლა ამას გამოუშვებ უცებ და დავიწყებ ისა. მე უცებ აღმოჩნდება რომ ეს ვერ გამოუშვი 3 თვე, 4. ამ დროს გროგროს დაპირებები ჩემი სხვისთან გროვდება და იზდება. და მე გამოვდივარ მატყუარა ძალიან სამწუხაროდ ჩემზე, მაგრამ არ ვიტყუები, უბრალოდ ვერ ვასწრებ ხოლმე. სხვანაირად არის ეს. მე მგონია რომ ჩქარა გამოვა და სინამდვილეში გამოდის უფრო რთულად და უფრო ნელა და ამიტომ ვიღაცები ხალხი, დიდი ხალხი, ბევრი ხალხი მელოდება, როდის დავიწყებ იმას, რაც დავპირდი და შემდეგ გროვდება ეს. ეხლა ამ წუთას უნდა დავიწყო 3 პიესა, 4-იც კი. პარალელურად, არ ვიცი როგორ მოვახერხებ. ძალიან ძნელია, მაგრამ მაგულიანებს ერთი რამე, რომ ბატონი კოტე მარჯანიშვილი როდესაც იწყებოდა ეს თეატრი, ეხლა დგამთ პიესას კოტე მარჯანიშვილის შესახებ. და 8 რეპეტიციას ატარებდა დღეში, სხვადასხვა. თუ რეპეტიციას არა მხატვართან მუშაობდა. 8 პიესას ერთდროულად მუშაობდა, ჩაუშვა ერთად და გამოუშვა. აი რომ ნახოთ სია სპექტაკლის გაგიჟდებით, 2 კვირა არის ინტერვალი, ზოგჯერ 1 კვირა არის ინტერვალი. ანუ არანორმალური რიტმით მუშაობდა. რახან ის მუშაობდა, ესე იგი შესაძლებელია ესა და ესე იგი მეც შეიძლება ახლა ალბათ ისეთ სპექტაკლის ვერ დავდგამ, უკვდავს როგორც ის დგან, მაგრამ ხო არ მოკვდები ესე იგი და მედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. მარჯანიშვილის თეატრში ჭოლამ განახორციელა დაუსრულებელი სიზმარი, ყვარყვარე თუთაბერი, ზაფხულის ღამის სიზმარი, პიგმალიონი, რომელიც სოფიკო ჭიაურელს მიუძღვნა, ქალი ძაღლი. სპექტაკლი კი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ეს თემა რეჟისორისათვის, რომელიც აქტიური მენშევიკების შთამომავალია, ალბათ განსაკუთრებით ახლობელია. რეჟისორმა უნდა იცოდეს კიდევ ვის ემსახურება. ეს ერთი მთავარი პრობლემაა. რეჟისორმა უნდა იცოდეს ის ემსახურება თავის სამშობლოს, ეს არის მთავარი. არის რეჟისორები, რომლებიც ემსახურება თავის თავს.
ეს არ ნიშნავს ისინი ცუდი რეჟისორები, მაგრამ თავის თავს აი თავის თვით გამოხატვით არის გართული. და გენიალური რეჟისორებიც არიან, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, რომლებიც მე მინდა რომ ესეთი ვიყო ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ვერაფერი ვერ დაეხმარო ქვეყანას, მაგრამ შენ უნდა გრძნობდეს შენ თავს, შენ შრომას ნაწილად ამ ქვეყნის, ხო? შენ რაღაც ანალიზს უკეთ ეხმარები ადამიანებს, როცა ძალიან უჭირთ, უნდა დაეხმარო, რომ უკეთესად გადაიტანონ ეს გაჭირვება. როცა ცოტა კარგად არიან გაძღებიან, უნდა განერები მოუშალო პირიქით, გამოაფხიზლო, რომ არც ესია საქმე თქო და ასე შემდეგ. მაშინ მე მგონია რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია რეჟისორის ცხოვრება, როცა მე ქართველი რეჟისორი ვარ, ლევან წულაძე, ეს მიხარია, როცა მაგ უფლება არის ხოლმე სპექტაკლი, როცა მაგ ამის უფლება თქმა და ჩემი თავისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ მაშინ. მაშინ გრძნობ რომ ამას აზრი აქვს ყველაფერს. მაყურებელი მის სპექტაკლებზე მრავლად არის. ნებისმიერ სატელევიზიო შოუში მისი მოწვევა მაღალი რეიტინგის გარანტია. ერთნაირად მოსწონთ ინტელექტუალებს და ჩვეულებრივ ადამიანებს. მისი კარიერა საკმაოდ თანმიმდევრულად კატაკლიზმების გარეშე განვითარდა და მისი იღბლიანი ცხოვრების გზა მარადისობიდან აწმყოს ავანსცენაზე გამოტანილ მშვენიერ წამსგავს. ამის მიზეზი ალბათ ყველაფერთან ერთად ისიც არის, რომ უმცროსი ჭოლა კვლავ საკუთარი წინაპრების თავგადასავლებით და საოცრებებით სავსე გზას აგრძელებს. ისევ იმ ჯადოსნური სახლის ბინადარია, რომელიც ვიქტორ ცირგილაძემ თავისი შეყვარებული პრინცესასთვის შეიძინა და სადაც თავადაც დაიბადა. ბებიაჩემი გარდაიცვალა ძალიან 100 წლის იყო თითქმის. რამოდენიმე წელი უკლდა. და ძალიან მშვიდობიანად. 3 დღე იყო ჩუმად მხოლოდ და მე ესე ჩუმად ამოუშვა სული და მე მახსენდება სულ იმიტომ რომ გელათის გავლენის ქვეშ გავიზარდეს ბებიაჩემი მამა და მისი გვარი იყო გელათის მიწების მოურავები და ნუ ეს და ამიტომ ბებია სულ გელათზე ყვებოდა თუ რამე იყო ზარები რომ ურეკავდა გელათში რომ რეკავდა ისე სად რეკავდა ან გელათზე რომ ზედა ადგება ისე სად არის და გელათია ბავშვობიდან ჩემთვის არის გელათი აი ყველაზე საკრალური ადგილი საქართველოში და დღესაც ძალიან ფრთხილად ვეპარები ამ ამბავს ეხლა არც კი ვიცი მართლა სწორს ვაკეთებ თუ არა უყვები ძალიან გააუფასურო ჩემთვის ეს ყველა მე ვეპარებ გელათში მისვლა ჩემთვის არის ესეთი ეტაპი ანუ ეს მივდივარ იქ გონია რომ იქ უფალი მელოდება რომ რაღაც გახსნილი მაგ ცოტა ხნით ფანჯარა ესე თუ მოვასწარი სწორად რამის თქმა აუცილებლად გაიგონებს ეს ჩემი ესეთი ინფანტილური შეგრძნებებია მაგრამ ჯერ ამის ამიტომ ვემზადები ხოლმე იმიტომ რომ ბებიაჩემის გამო მივდივარ ეს დამიტოვა რომ გელათი არის განსაკუთრებით ნახავთ მოზაიკით არის ღვთისმშობელი თითქოს შენ გელოდება ესეთი არაჩვეულებრივი ადგილია